მოგესალმებით მეგობრებო, ვიცი რომ ბევრი თქვენგანი დიდი ხანია ელოდება თეორიულ ნაწილს, ამიტომ თავს დიდად აღარ შეგაწყენთ და პირდაპირ საქმეზე გადავალ. ჩემს მშვენიერებას გავთიშავ. რო კარგად გამოჩნდეს ყველაფერი. და დავიწყოთ. ზოგადად რა არის დიზაინი? ეკრანზე მაქვს გამოტანილი ორი ერთმანეთისაგან განსხვავებული პოსტერი. პირველი მათგანი არის უფრო მინიმალისტური და მეორე უფრო ფერადი და გადატვირთული. ეს პირველი ნამუშევარი ეკუთვნის არმინ ჰოფმანს და მისი სახელია თვალყური. არმინ ჰოფმანი არის შვეიცარიელი დიზაინერი და ეს ნამუშევარი შექმნილია 1952 წელს ბაზელის თეატრის გახსნისთვის. ეს ნამუშევარი წარმოადგენს კლასიკურ მაგალითს შვეიცარიული დიზაინის სტილის, რომელიც ცნობილია როგორც International Graphic Style ან იგივე შემოკლებით Swiss Style. ანუ პირველ ნამუშევარზე არსებულ დიზაინს ეწოდება Swiss Style. ხა როგორია ეს ნამუშევარი? მინიმალისტური ფორმები აქვს და პოსტერის ცენტრალურ ელემენტს წარმოადგენს თეთრი ხაზებით დახატული სპირალი, რომელიც შავ ფონზეა განლაგებული, ხო? აქ ხვდებით მინიმალურ ტექსტს და ყურადღება გადატანილია თვითონ აი ამ ნამუშევარზე, რომელიც თითქოს ერთი ხელის მოსმით არის შექმნილი, მაგრამ თვალის ფორმასაც გვაძლევს და ყურის ფორმასაც გვაძლევს. ამ პოსტერის დიზაინი მიზნად ისახავს აუდიტორიის ყურადღების მიპყრობას და მათთვის თეატრალური წარმოდგენის მნიშვნელობის გადმოცემას. სპირალის ფორმა და მისი ცენტრისაკენ მიმავალი ხაზები სიმბოლურად სწორედ ასახავს აუდიტორიის ყურადღების კონცენტრაციას სცენისაკენ. რაც შეეხება ამ მეორე ნამუშევარს, ეს არის ბონი მაკლეინის ნამუშევარი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ქალია. ის იყო ამერიკელი მხატვარი და მოღვაწეობდა 60-იან წლებში დაახლოებით. ეს ქალბატონი ცნობილი გახდა Fillmore აუდიტორიუმის კონცერტების პოსტერების დიზაინით. და მისი ნამუშევრები გამოირჩეოდა ესეთი ფსიქოდელიური სტილით, რომელიც იმ პერიოდში როკ კულტურის ვიზუალურ ენას ქმნიდა. ბონი მაკლეინის სტილი შთაგონებული იყო არნუვოს და გოთიკური ხელოვნების დახვეწილი ფორმებით და ელემენტებით. მისი პოსტერები გამოირჩეოდა ზუსტად აი დახვეწილი ფორმებით, მრუდე ხაზებით. Fillmore აუდიტორიუმის მთავარი პოსტერების მეიქერი იყო და სხვათა შორის ისეთი სერიოზული ჯგუფებისთვის აქვს შექმნილი პოსტერები, როგორც არის Dorsey, Yardbirds, Pink Floyd, Creamy და ძალიან ბევრი სხვა კიდე. აგერ როგორც ხედავთ, მე გამოტანილი მაქვს ზუსტად Dorsey-ის პოსტერი. როგორც წესი დიზაინს ბევრნაირად ყოფენ ხოლმე, მაგრამ მე ცოტა მსხვილ ჯგუფებად მიყვარს დაყოფა და ესე სამ სტილს გამოვყოფ პერიოდების მიხედვით და ეს არის კლასიკური პერიოდი, მოდერნიზმი და პოსტმოდერნიზმი. თავის მხრივ, რა თქმა უნდა, სამივე სტილს გააჩნია ქვეპუნქტები და ქვეკატეგორიები. მაგალითად, დავიწყოთ კლასიკური დიზაინით. კლასიკური დიზაინისთვის ძირითადი მახასიათებლებია სიმეტრია, სიმარტივე, ნაკლები დეკორატიული ელემენტები. მაგალითად, ესეთია ბაუჰაუსი და არტ-დეკო. მისი მიზანი, როგორც ასეთი არის, ჰარმონია, სიმეტრია, ესთეტიკა. რაც შეეხება მოდერნიზმს, მოდერნიზმის ძირითადი მახასიათებლებია ფუნქციონალიზმი, მინიმალისტური დიზაინი, თეთრი სივრცის გამოყენება,
და როგორც უკვე ზემოთ აღნიშნეთ და გაჩვენეთ, მის შემადგენელი ნაწილია Swiss style-იც. მთავარი მიზანი მოდერნიზმის არის ის, რომ დიზაინი უნდა იყოს მარტივი, გასაგები და ეფექტურად უნდა გადმოსცემდეს ინფორმაციას, რისთვისაც ის შეიქმნა. რაც შეეხება პოსტმოდერნიზმს, მისი მახასიათებლებია ექსპერიმენტულობა, კრეატიულობა, ფერის და ფორმის თავისუფლება. მაგალითები Memphis Group-ი და ალბათ ყველასთვის ცნობილი პოპ-არტის პოსტერები. პოსტმოდერნიზმის მაგალითებს დღევანდელ ცხოვრებაში ყველგან ხვდებით. ცნობილი პოსტერები, თანამედროვე ბრენდები, რეკლამები. უფრო პოსტმოდერნისტულ სტილშია. ერთ ჯგუფს კიდე დავამატებდი, თანამედროვე გრაფიკული დიზაინის ჯგუფს. და ამას ახასიათებს, როგორც ეკრანზე ხედავთ, მინიმალიზმი, ფუნქციონალური დიზაინი, ციფრული მედია, ფერის ფსიქოლოგია და კონტრასტები, ტიპოგრაფია, პერსონალიზაცია და ბრენდინგი, ინოვაცია და ექსპერიმენტი. თანამედროვე გრაფიკულ დიზაინში ესე არ გვაქვს რამე გაწერილი წესები, რითიც უნდა ვიმოქმედოთ და რაც აკრძალულია ან პირიქით ნებადართულია, ამისი წესები მკაცრი არ გვაქვს, როგორც სხვა სტილების დროს და ძველ დროში, ასე ვთქვათ. როგორც თანამედროვე ხელოვნება არის თავისუფალი და მცოცხალი, ასევე არის თანამედროვე გრაფიკული დიზაინიც. რაც უფრო ახალს და განსხვავებულს შექმნი, უფრო საინტერესო ხდება ამით. მოდი ახლა თითოეული პუნქტი ცოტა კიდევ უფრო გავშალოთ. რას ნიშნავს მინიმალიზმი, ხო? ეს ნიშნავს იმას, რომ ნამუშევარში უნდა იყოს ნაკლები დეკორაცია გამოყენებული, თეთრ სივრცეებზე მეტი ყურადღება უნდა იყოს გადატანილი და მთავარი აქცენტი უნდა იყოს დასმული ვიზუალზე და უმთავრეს მესიჯზე, თურისთვისაა შექმნილი ეს კონკრეტული დიზაინი. რაც შეეხება ფუნქციონალურ დიზაინს. თითოეული ელემენტი კონკრეტულ მიზანს უნდა ემსახურებოდეს, განსაკუთრებით ლოგოს შექმნისას. არც ერთ წერტილს არ ვამატებთ, რასაც მნიშვნელობა არ გააჩნია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი ფაქტორი განსაკუთრებით ლოგოს შექმნის დროს, პოსტერის, ილუსტრაციის და სხვა ვიზუალების შექმნის დროს კიდევ შეგვიძლია, რომ უფრო მეტი თავისუფლება მივცეთ ფანტაზიებს, მაგრამ ლოგოს შექმნისას არაფერი ზედმეტი არ უნდა გამოვიყენოთ. ციფრული მედია, ციფრული მედია ყველამ ვიცით, რაც არის ინტერნეტი, აპლიკაციები, სოციალური მედია, თანამედროვე დიზაინი ძირითადად ციფრულია მთლიანად. მულტიმედია, ანიმაცია, ვიდეო, ყველაფერში ეს მოიაზრება. რაც შეეხება ფერის ფსიქოლოგიას და კონტრასტებს, ეს საკმაოდ ვრცელი თემაა და ამაზე ერთ ვიდეოს ცალკე ჩავწერ კიდე. ფერები არა მხოლოდ ესთეტიკური, არამედ ემოციური კომუნიკაციისთვისაც უნდა გამოვიყენოთ. აუცილებლად უნდა დავიცვათ ვიზუალური იერარქია და აქცენტები და მომხმარებლის თვალის მოტყუება არის ჩვენი საქმე, ასე ვთქვათ. მიუხედავად იმისა, რომ თავისუფლების ილუზია ამ სამყაროში ყველას გვაქვს, თეორიულად არ ვართ შეზღუდული ფერების გამოყენებაში და მათ შეხამებაშიც, მაგრამ არსებობს ფერთა ფსიქოლოგია, რაც გვეხმარება მომხმარებლის დაკლიკბეითებაში. ანუ მაგალითად YouTube-ზე თუ ხშირად ხდებათ thumbnail-ებზე ყვითელი წარწერა, ეს შემთხვევითი არ არის. ტიპოგრაფია ალბათ ვიცით რაც არის, მაგრამ როგორი უნდა იყოს თანამედროვე დიზაინში, გრაფიკულ დიზაინში ტიპოგრაფია. როგორი და მკაფიო. უნდა გამოვიყენოთ ადვილად წასაკითხი ფონტები, კონტრასტული ზომები, სტილის ვარიაციები და რაც მთავარია ფუნქციონალური ჰარმონია არ დაგვაწყდეს. პერსონალიზაცია და ბრენდინგი. პროექტი უნდა იყოს მარტივად დასამახსოვრებელი, მიმზიდველი მომხმარებლისთვის და საინტერესო მისი ტვინისთვის. აი ეს არის ფუნდამენტალური ასპექტები პერსონალიზაციის და ბრენდინგის შექმნის დროს. და ბოლო პუნქტი.
ინოვაცია და ექსპერიმენტი. ანუ თანამედროვე გრაფიკულ დიზაინს სჭირდება ინოვაციები და ექსპერიმენტები. გრაფიკული ელემენტების ვარიაცია, მიკროანიმაციები, ინტერფეისის ექსპერიმენტები, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის არ ამართლებს, მე პირადად ყოველთვის მომხრე ვარ და მივესალმები ამ ყველაფერს, იმიტომ რომ რაც ახალია შეიძლება საუკეთესოც კი გახდეს დროთა განმავლობაში. ზემოთ მოწოდებული მცირე ინფორმაციის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დიზაინი მუდმივად ვითარდება ტექნოლოგიის, კულტურის და სოციალური საჭიროებების მიხედვით. დიზაინი არსებობდა ყოველთვის. რადგან ჩვენ ახლა გრაფიკულ დიზაინზე ვსაუბრობთ, არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ ციფრულ ერაში გაჩნდა დიზაინი, ის ყოველთვის არსებობდა. მას შემდეგ, რაც ადამიანებმა ქვების წაწვეტება დაიწყეს და თავის სამუშაო იარაღებს ახალი დიზაინები მიანიჭეს, ასე ვთქვათ. რთული გასააზრებელი არ არის ის ფაქტი, რომ დიზაინი ყველაფერს გააჩნია და ეს ყოველთვის ასე იყო. და დიზაინი შეიძლება არსებობდეს მრავალი სახის, ის შეიძლება იყოს გამოყენებისთვის კომფორტული, ესთეტიურად მიმზიდველი, სიმბოლოებით მოცული, ან უბრალოდ არაფრით მთქმელი აბსტრაქცია.